რა არის შენთვის ვარსკვლავური ომები? მარტივი ფაბულა იყო სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის. ამის მიღმა არის ძალიან კომპლექსური სამყარო, რომელიც არის ესეთი, რა თავიდანვე შემოდის ესეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტი. რითი არის შენი აზრით შთაგონებული? ნებისმიერ დიდი იმპერიის დაცემის, ასე ვთქვათ, ფაბულა რა, ეგ მომენტი ძალაუფლების ნებისმიერ მოცემულობაში, ეს გვარად ღმერთის ზეციური ენერგიის იდეა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ორი სიტყვით ამაზე ვთქვა. ყველგან ნახსენებია, რომ ჯედაები არიან შვიდობის და სამართლიანობის მსვლელები. Peace and justice და ეს ორი სიტყვა ყველგან სადაც ჯედაების ახსნა ხდება, ეს ორი სიტყვა ყოველთვის ერთად მოდის. არასდროს თუ არ არის შვიდობა, არ არის სამართალი. უშიშროება, პროპაგანდა, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ცხოვრების კონტროლს იწყებს და ნელ-ნელა ეგ ძალიან კარგად აღწერე, მეთოდურად იწყებს მოგუდვას თავისუფლების იმ რაღაცა კონფედერაციის და სხვადასხვა რაღაც სუვერენული პლანეტების, რომლებიც შედიან ამ galaktikურ იმპერიაში. რკინის ხელით იწყებს მოკლედ ამ galaktikis მართვას და ამას ყველაფერს მოყვება ნელ-ნელა ადამიანების ჩაგვრა, იმიტომ რომ არც ინდივიდუალური სისტემების თავისუფლებას, არც მათ ინტერესებს და არც მით უმეტესად ხალხის ინტერესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც იმპერიისთვის, არც იმპერატორისთვის. დიდი ხნის წინათ ერთ შორეულ galaktikაში. ეს სიტყვები პირველად ლურჯი ასოებით შავ ფონზე 1977 წლის 25 მაისს ამერიკის სულ რაღაც 35-ზე კინოთეატრში დაიწერა და მას შემდეგ, აგრეთვე 50 წელია თაობები ფანებისა, თაობები ადამიანებისა გადაისროლა სამყაროში, რომელიც ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახდა. ვარსკვლავური ომები არის ერთგვარი ფუძემდებელი პოპ კულტურისა, ფანური science fiction-ის, იმ ამბების, რაც დღემდე ითარგმნება მრავალ ასეულ მილიონიან პროექტში, ძალიან ბევრი თანხლები მოვლენით, ძალიან ბევრი საინტერესო ამბით და სამყაროთი, რომელიც უსასრულოა იმ galaktikasavit, სადაც ეს მოქმედებები ხდება. გამარჯობა, დერეფანი დაბრუნდა ისევ ჩვენი სერია ძალაუფლება და პოპ კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტები. ჩვენ გიბრუნდებით კიდევ ერთი და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საგით პოპ კულტურის, ეს არის ვარსკვლავური ომები. ჩემთან ერთად დღეს იქნება ჩემი მეგობარი, მე ვისაც ვიცნობ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ვარსკვლავური ომების, საქართველოს ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი Google-ში, ანუ კლასიკური ნერდი, ასე ვთქვათ, სრულად შეკრული IT პროექტების მენეჯერი სანდრო ჭიაურელი. სანდრო, გამარჯობა. გამარჯობა თაზო, მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. და ვიცი რამდენად საინტერესოა ეს თემა შენთვის და პირველი ვინც მომივიდა თავში, შენ იყავი ვისთანაც ამაზე ვილაპარაკებთ. ძალიან ბევრი გამოხმაურებები გაჩნდა ჩვენს წინა ეპიზოდებზე, განსაკუთრებით საინტერესოა რატომაც აღმოჩნდა მაყურებლისთვის ეს ეპიზოდები, რომელშიც ვლაპარაკობთ სწორედ ამ პოპ კულტურაზე და გადავწყვიტეთ რომ მოკლედ ეს განვავრცოთ. ბევრი კომენტარებია ამ ვიდეოების ქვეშ, ისედაც მადლობა მინდა თქვენ გადაგიხაზოთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, დააჭიროთ ზარის ლაიქს და გაიცნოთ ჩვენ სიახლეებს. ბევრი საინტერესო შემოთავაზები შემოვიდა, იქ მინდა რომ აი ამ შემოთავაზებებს გავყვე, მაგრამ დავიწყოთ იმითი რა ფენომენია ეს. 50 წელია დაახლოებით უკვე ეს არსებობს. მომავალ წელს არის იუბილე 50 წლიანი. პირველი ფანები მომავალ წელს ხო 50 წელი უწევს, პირველი ფანები უკვე რაღაც ხმათ ასაკში შევიდნენ და უკვე ხო რა 5-10 წლეულია ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი სამყარო. რა არის შენთვის ვარსკვლავური ომები? ვარსკვლავური ომები ჩემთვის, ანუ აი, როდესაც შენ მომიწვია დავიწყე იმაზე ფიქრი, როდის გავეცანი ვარსკვლავურ ომებს და რეალურად ვერ გავიხსენე. ანუ რაც თავი მახსოვს, რაც არ უნდა კლიშე იყოს ეს ფრაზა, მე მახსოვს ვარსკვლავური ომები. ყოველთვის მიტაცებდა მითოლოგია, გმირები, ასე ვთქვათ, ეს სამყარო და პირველი ტრილოგია, რომელიც 1970 წელს გამოვიდა და უკვე სამივე ფილმი გამოსული იყო, როდესაც მე დავიბადე. ჩვენ ბნელად ვთქვათ 90-იანებში ვნახე და ეს იყო აი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე ბავშვობის, რთული პერიოდში რაღაც გასაქცევი
ზღაპრულ სამყაროში ესეთი რაღაცა ჩვენ ასე ვთქვათ კინემატოგრაფში იმ დროს არ გვინახია, ესეთი მასშტაბები, ესეთი სამყარო. როდესაც დღეს ანუ ასე ვთქვათ უკან უყურებ ამ პირველ ტრილოგიას, ასე ვთქვათ, ხვდები რამდენად პრიმიტიული, ასე ვთქვათ, მარტივი ფაბულა იყო სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის, ჯედაების, ასე ვთქვათ, ამ ზღაპრული გმირების და ასე ვთქვათ, რამდენად მარტივად წარმოჩენილი იყო რეალურად ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენთვის იყო რაღაც გასაქცევი სამყარო, დიდი galaktika, როგორც შენ ახსენე, ასე ვთქვათ, უსასრულო, რომელშიც პლანეტები ხომალდებენ მთელი ამბავი. კი ბატონო. და ანუ ეს პირველი ეს იყო ალბათ. ამან მიმიზიდა ამ ასე ვთქვათ, მარტივმა იდეამ სიკეთის გამარჯვებისა ბოროტებაზე. და ვიზუალურად ძალიან კომპლექსურმა რაღაცა. რა თქმა უნდა, რომელიც იმ დროისთვის აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ინოვაციური იყო და არ ქონდა ნანახი. ამას ვამბობდი ხა გამახსენდა რომ პირველი ფილმი რომელიც რაღაცა ჩვენი აი მართლა მაგ ცოტა ესეთ ნაცრისფერი ბავშვობიდან ხა ბავშვობა ყოველს კარგად მოხსენდება, მაგრამ ის პერიოდი ხა მართლა არაფერი არ იყო და არაფერი არ ხდებოდა და სულ ახალი გახსნილი იყო პირველი ფილმი იყო რომელიც გადიოდა კინოთეატრ რუსთაველში როცა ის განახლდა ჩვენ ბავშვობაში პირველად საქართველოში კინოში რო წავედი ხა თუ არ ჩავთვლით იქ რაღაცა კინოს სახში რო ჩვენებებს აშენებდნენ ინდურ ფილმებს რო უშვებდნენ კიდე რაღაც კინოთეატრში პირველად რუსთაველის თეატრი გაიხსნა კინოთეატრი გაიხსნა იქ გადიოდა პირველი ეპიზოდი ვარსკვლავური ომების ანუ მეორე ტრილოგიის დასაწყისი ასე ვთქვა და ნუ ხო ჩემთვის კინოში პირველი წასვლა ასოცირდება მაგასთან. ამიტომ ხო, აი რაღაცა ჯადოსნური სამყარო. შენი აზრით ეს არის კლასიკური science fiction-ი თუ არ არის? ხო, ეს დავა დიდი ხანია მოყვება, არის science fiction-ი საერთოდ თუ არ არის science fiction-ი, რა არის შენი მოსაზრება ამაზე? იცი რა, მე მგონი ეს ლეგიტიმური დავა, თვითონ უნდა ვახსენოთ ალბათ რომ ეს ასე ვთქვათ, ვარსკვლავური ომები არის ქვეჟანრი ასე ვთქვათ science fiction-ის, ეს არის space opera, როგორც ამბობენ, ანუ კოსმიური ოპერა, რომელიც მაგაგებით ანუ ვთქვათ თუ რაღაც science fiction-ის მოყვარულია, პიურისტია, ასე ვთქვათ, შეიძლება სწორედ არ მიიჩნევდეს ამას, იმიტომ რომ ხო თქვა, აქ არ არის რაღაცა ეს სამეცნიერო ფანტაზია, ეს რეალობაში გადატანები არა. კი ბატონო, და ან არა მარტო რეალობაში გადატანაში, არამედ არ არის ეს ასე ვთქვათ თავარი ფუძე ამ ხაზი, ასე ვთქვათ ამ ფილმის. სიმართლე გითხრა მე ამას ანუ მე არ მივეკუთვნები science fiction-ის პიურისტებს, ამიტომ ჩემთვის ამ დებატს ნაკლებ მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის სამყარო და ის მიზიდულობა, რომელსაც ვარსკვლავური ომები ქმნის და თუმცა ვაღიარებთ იმას, რომ ეს არის დიახ space opera, ეს არის რაღაც ქვეჟანრი, აქ არ არის ყურადღება გამახვილებული science-ზე, აქ არის გამახვილებული ყურადღება სწორედ აი იდეაზე, სიკეთის და ბოროტების ბრძოლის და ერთი მხრივ მითოლოგიური, ასე ვთქვათ, ეპიკური და ეს სამივე ტრილოგია, რომელიც არსებობს სწორედ საგის სახელით არის ცნობილი, Skywalker-ის საგის სახელით არის ცნობილი. თავისი სოციოპოლიტიკური ელემენტებით, რომელიც უკვე დამატებით, ასე ვთქვათ, მასალებში და სერიალებში, ფილმებში, წიგნებში წარმოიწია წინ, რომელიც მოგვიანებით შეიქმნა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ესეთი ფილმი, აი space opera-ს ჟანრში, რომელსაც მოყვა აი ამ ერთ-ერთი წარმატება, ხო, ბევრი ამბობს, რომ ამას მოყვა, იმიტომ რომ რაღაცა მთელი ეგრეთ წოდებული merchandising-ის მთელი კასკადი მოყვა, ხო, რაღაცა სათამაშოები, კომიქსები, ასე შემდეგ, ანუ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აი ესე გაიზარდა ეგეთ ფენომენად. თან ცოტა ფენტეზია, ხო? სიკეთის ბოროტების ძალიან მარტივი ფაბულა და აი ამ ბრძოლის, ოღონდ რაღაცა სხვა კოსმიურ სეტაპში, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი სამყაროა. დავიწყოთ პირველი საგით, ხო? მე შეგვიძლია ხო შემდეგი საუბრად გადავალთ. პირველი საგა შენაც რა იყო წარმატების ფორმულა? ჩვენი ბავშვობაში რა იყო, ეგ გამოჩნდა, მაგრამ არ დაგვიწყოს სხვა შეს მოვიქული ამასთანავე და საბჭოთა კავშირში გადიოდა. და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, სადაც ეს ფილმი გავიდა 77-ში არ გამოსულა 80-91-ში იყო სოხუმი. სოხუმის კინოთეატრი იყო ესეთი ძალიან გამორჩეული თურმე როგორც ისეთი რა დასავლური ფილმების ჩვენების თან ის იყო რა ხო კურორტი იყო ელიტური და იქ გადიოდა თურმე ერთ რამოდენიმე სოხუმის კინოთეატრში ვარსკვლავური ომები იყო იმაში. ანუ 77 წელია. 77 წელს რაღაცა კინოში ესეთი ტექნიკები არ არსებობს. რა იყო შენი აზრით აი ეგ ისტორია რომ მოყვე წარმატების საფუძველი გარდა იმისა რომ ხო აი რაღაცა ერთ-ერთი პირველი იყო ასეთი. ხო
ანუ ერთი საინტერესო დეტალი ასე რომ დავუმატოთ, პირველი ფილმი, რომელიც ჯორჯ ლუკასმა გადაიღო, რომელიც ცოტა რამდენიმე წლის მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ გადაერქვა, ასე ვთქვათ, ეპიზოდი მეოთხე, გამოვიდა საწყის სახელი, ასე ვთქვათ, ვარსკვლავური ომებით. მას კინოსტუდიამ ძალიან საკმაოდ მწირი ბიუჯეტი მისცა იმ პერიოდისთვისაც კი. ამას ხარს იმიტომ რომ მგონია რომ ერთ-ერთ გარდა რა თქმა უნდა თვითონ ისტორიის და მსახიობების ასე ვთქვათ შემოქმედებისა გარდა თვითონ კინემატოგრაფიული მიდგომები და ის თუ როგორ შექმნა ეს სამყარო იმ დროისთვის საკმაოდ ინოვაციური იყო ეს გადმოიტანა ასე ვთქვათ ეკრანზე რა თქმა უნდა შემდეგ დღეს როდესაც ვარსკვლავურ ომებს უყურებთ თუნდაც იმ საწყის ტრილოგიას უკვე რემასტერდ ედიშნებია და რაღაცა გადაუვარა CGI-ის გადასიჯაებულია თუმცა იმ დროისთვისაც კი ის თუ როგორ გადაიღეს ეს ფილმი და როგორ შექმნეს ეს სამყარო ეკრანზე იყო საკმაოდ შტამბეჭდავი და რა თქმა უნდა ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო რატომაც მიიზიდა მაყურებელი თავისთავად რა თქმა უნდა ისტორიაც თავისი ეს მასწრიშიც ვახსენე რომ საკმაოდ მარტივი მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი ხო ანუ სიკეთის და ბოროტების ბრძოლა ამ ახალ სამყაროში ეს აქ არ იყო რაღაც თავსმხვეული ელემენტები ეს იყო ძალიან ასე ვთქვათ მარტივ დონეზე დაყვანილი ასე ვთქვათ ზღაპარი და რატო არის კარგი ზღაპრები პოპულარული, ხო? ანუ მარტივია, ხო, რა, გემრიელად მიდის. არ აქვს კუდები მიბმული. ხო, რაც მე სამწუხაროდ რაღაცა ახალი თაობა ჰოლივუდელი სტარების, დიდი მეტრების თავის ეპოქაში ის ახალგაზრდა, ეს არის რაღაცა ძალიან ისეთი პატარა წრე, რომელიც ყველა წარმატებული გახდა ფაქტიურად აი იმ სამეგობროდან, რომელიც ჯორჯ ლუკასი შედიოდა, ჯორჯ ლუკასი, სტივენ სპილბერგი, მარტინ სკორსეზე, სხვები და სხვები. ჯორჯ ლუკასი და სპილბერგს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, ხო? ბევრს მარიცის ხოლმე, იმიტომ რომ იშვიათად ადევნებს თვალყურს საწყის კასტებს, ასე ვთქვათ. ჯორჯ ლუკასი იყო მაგალითად ინდიანა ჯონსის პროდიუსერი, ანუ ესენი ძალიან ახლო მეგობრები არიან. პირველი ფილმი, რომელსაც ამ ჟანრში იღებს. მცდელობა ჰქონდა, მას ჰქონდა რაღაც ერთი კარგი კომედიური ფილმი, ამერიკული ამბავი, ესე ქვია American Story, ესე ქვია, არის რაღაცა ესეთი young adult კომედია, ანუ ახალგაზრდა თინეიჯერებისთვის კომედია. შემდეგ ის იღებს ძალიან ისეთი უცნაურ და ისეთ კინემატოგრაფიულად საინტერესო ფილმს THX-ი, მე სხვა სტუდიას დაარქვა ხმის, ჩამწერ სტუდიას, რომელიც აი საოცრად შენ თქვი, საოცარ ეფექტებს აკეთებს ხმის და ერთ-ერთი მაგით გამორჩევა დასწრიში და არის რაღაცა აი პირველი მცდელობა science fiction-ის მისთვის, ოღონდ ისეთ რა კონცეპტუალური კინო არის. არაფერი კავშირი ამასთან და შემდეგ უკვე იწყება Star Wars-ი. პირველი ფილმი ხდება ფენომენი, ისეთი რომ თელ რაღაც 35 კინოთეატრიდან დაიწყო და თელ ამერიკაში და სადღაც იმ შემოდგომაზე უკვე ევროპაში და ყველგან ვრცელდება, ისე რომ საბჭოთა კავშირშიც აღწევს. ამას მოყვება პირველი ტრილოგია და დასაწყისიდანვე შენ თქვი ერთი რომ ფაბულა საინტერესოა რომ სიკეთე და ბოლოტება, მაგრამ ამის მიღმა არის ძალიან კომპლექსური სამყარო, რომელიც არის ისეთი რა თავიდანვე შემოდის ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტით. რითი არის შენი აზრით შთაგონებული, ხო? ერთი წუთი ამაზე სიკეთე და ბოროტება ისეთ კლასიკური ფენტეზი ფაბულა, მაგრამ იმ სამყარო, რაღაცა იმპერია, თავიდან ჯერ იმპერია, შემდეგ ეპიზოდებში ვიგებთ რაღაც ისტორიას, საიდან მოდის აი ამაზე ვთქვათ ერთ-ერთი სიტყვა, აი ეს ინსპირაციები, ასე ვთქვათ, ლუკასის ამ სამყაროს ელემენტების. რა რისი გადატანაცადა ვთქვათ აი ამ კოსმიურ სამყაროში. ხო, ანუ მოდი ერთი იმით დავიწყოთ, რომ ეს იქიდან გამომდინარე, რომ ეს განსხვავებით ვთქვათ სხვა შემთხვევებისგან ეს იყო შეიქმნა ორიგინალი ნაწარმოები, ასე ვთქვათ, ჯორჯ ლუკასმა. ხო, წიგნი არ არის და არ არის არაფერი სხვა, ანუ რამდენადაც რაცეულს ისტორია, რომ ჯორჯ ლუკას სხვა ფილმის გადაღება უნდა და არსებული ის ფლეშ გორდონზე და ვერ მიიღო უფლებები, მერე დაიწყო რომ თვითონ შექმნა სამყარო და თავისივე ორიგინალი ფილმი გადაიღო. ეს კომიქსი ხო, ფლეშ? ხო, არსებობდა ფილმებიც, უბრალოდ უფლებები ვერ მოიპოვა და შესაბამისად დაანება ამ იდეას თავი. მაგრამ ანუ შესაბამისად მან ეს სამყარო თანდათანობით შექმნა. ცნობილია რომ ანუ დასაწყისში რა თქმა უნდა პირველი ფილმი რო გადაიღო არ ქონდა მას არც ეს ასე ვთქვათ არც პირველი არც მეორე არც მესამე არც სამივე ტრილოგია გაშლილი. თუმცა დროთა განმავლობაში ის რაღაც იდეებს ასე ვთქვათ იწერდა და ამ სამყაროს ნელ-ნელა ქმნიდა რაც მე ნელა იქნება ეს ჯერ პირველი ფილმი ცალკე იქნება არ არის იდეაში არ არის რომ კი რაღაც იდეები ქონდა უკვე რაღაცას უკვე ფიქრობდა რომ როგორ უნდა და როგორც ვახსენე რამდენიმე წელიწადში გადაერქვა მეოთხე ეპიზოდად ერთ-ერთი ის იყო რომ
ანუ რატო გადაარქვა მე-4 და იმ თავითვე წარმოიდგინა რომ მას უნდა და ამ ისტორიის პრიკველის გადაღება მოგვიანებით და შესაბამისად ამას გადაარქვა ეპიზოდი მე-4, იმიტომ რომ უკვე ის მის თავშიაც ჩამოყალიბდა ეს სამყარო, უკვე ასე ვთქვათ დაინახა ეს პრიკველიც და მთელი ეს ისტორიის ნელ-ნელა მონახაზი ყოველ შემთხვევაში. კი შენ ახსენე ასე ვთქვათ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ პოლიტიკური ელემენტებიც არის ამ სამყაროში. ჩვენ ამას ძალიან მინიმალურად ვხედავთ პირველ ტრილოგიაში. პირველ ტრილოგიაში არის ვიცით რომ არის იმპერატორი, არის ბოროტი გალაქტიკის იმპერია და ეს ბოროტი ყოველთვის თამსდევს ამას გალაქტიკის იმპერია ეს არის. რომელიც ძალიან სერია მიამიტურია ზღაპრულია უფრო ბავშვი. კი, ბოროტი გალაქტიკის იმპერია. პირველ ფილმში რომელსაც სამშობლო წელს გამოვიდა, რეალურად ჩვენ ვერც ვხედავთ იმპერატორს, ანუ ჩვენ ვიცით რომ არის იმპერატორი, გავიცნობთ მალევე დასწრებული მის დამქაშს ასე ვთქვათ Darth Vader-ს და ის არის ასე ვთქვათ თავარი ანტაგონისტი ამ ფილმში. შემდეგ რა თქმა უნდა ანუ ეს იმპერატორის ურთიერთობა Darth Vader-თან და უფრო მეც ვიგებთ რა თქმა უნდა ამ ჯედაებზე, მათ კრედოზე, ამ ორდენზე ზოგადად და შეგვიძლია ამას ცოტა კიდე ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ ნელ-ნელ მაინც ტრილოგიის პირველი ტრილოგიის დასასრულში რომ მივდივართ, ჩვენ ვერ ვხედავთ ანუ აი ამ პოლიტიკურ სარჩულებს. ჩვენ ვხედავთ აი ამ ერთი იმპერატორის ძალაუფლებას, მის გავლენას Darth Vader-ზე მის მცდელობას რომ გადაიბიროს ბნელ მხარეს ზალის ლუკი სკაიუოკერი, თუმცა აი ამ პოლიტიკურ ნაწილს ვერ ხედავთ. ეს პოლიტიკური ძალიან საინტერესო დეტალები შემოდის სხვადასხვა უკვე მეორე ტრილოგიაში, საიდანაც ვიგებთ როგორ მოვიდა ძალაუფლებაში და იმათვის ვისთვისაც ეს ელემენტები თქო პოლიტიკური პარალელების საინტერესოა, ეს მეორე ტრილოგია განსაკუთრებული კრავს ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კიდე სხვა ასე ვთქვათ სერიალი თუ ფილმი გამოვიდა რომელიც ამ ყველაფერს ამ ისტორიას ავსებს, თუმცა უკვე იქვე ძალიან საინტერესოდ ჩდება ანუ აი როგორ გახდა ეს იმპერატორი და პირველ ტრილოგიაში ვიგებთ რომ იმპერატორი არის ასე ვთქვათ სითი ლორდი, როგორც ირკვევა ანუ რასაც იოდა ამბობს რომ სითის ლორდები არიან ყოველთვის ორნი, ასე ვთქვათ მასტერი და მისი მოწაფე და ნუ ეს ერთმა სილთ ლორდმა როგორ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება ამ ხელა იმპერიის, ამ ხელა გალაქტიკის, ვიგებთ სწორედ მეორე ტრილოგიაში. თუ მივყვებით ასე ვთქვათ ამ ქრონოლოგიურად რა ხდებოდა ხო ამ გალაქტიკაში, რაღაც ნაწილები მეტად ცნობილია, რაღაც ნაწილებს მეტი ფილმები აქვს მიწვნილი. თავდაპირველად არსებობდა, ასე ვთქვათ, ძველი რესპუბლიკა. ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი ნაცნობი ერა ვარსკვლავური ომების, რომელიც არსებობს. თუმცა მასზე ბევრი არაფერი გადაღებული არ არის, ეს უბრალოდ ანუ თვითონ ამ სამყაროში ლეგენდად მოდის. მერე არის High Republic, ანუ უზენაესი რესპუბლიკა, ალბათ ამ რესპუბლიკის ზეობა. როცა ახალი ჩამატებულია ამ იმაში, ხო, ქრონოლოგიაში თუ ადრეც იყო ეს? არა, ანუ ეს არის ერთნაირად თუ კარო გადავდგათ, ანუ არსებობს იმპერია, რომელსაც ვეცნობით და რომელშიც ხვდებით პირველ ტრილოგიაში და ვიგებთ რომ იმპერიამდე ბოროტ გალაქტიკამდე არსებობდა რესპუბლიკა. ძველი რესპუბლიკა, მერე უმაღლესი რესპუბლიკა, ეს High Republic-ი. კი ბატონო, ანუ ეს არის ძველი რესპუბლიკა იყო ფაქტიურად ამ ყველაფრის დასაბამი, იყო დასაბამი ჯედაების ორდენის და საწყის იმისა თუ როგორ ანუ რომ ჯედაების ორდენშიც მოხდა ასე ვთქვათ გამიჯნვა და სქიზმი და ჯედაების ორდენიდანვე წამოვიდნენ სითები, ეს არის რეალურად ერთი ძალის ნათელი და ბოროტი ბნელი მხარე. და უზენაესი რესპუბლიკა იყო სწორედ ამ რესპუბლიკის ასე ვთქვათ საუკეთესო წლები, ყველაზე მისი განვითარების, აღზევების, გაფართოების, მშვიდობის და ასე ვთქვათ ანტიკური ხანა რაღაც. კი ბატონო. და უკვე შემდეგ იწყება აი ამ რესპუბლიკის დაცემა, ნელ-ნელა ამაში თავისი როლს თამაშობს პალპატინი, რომელიც მოგვიანებით ხდება იმპერატორი, სწორედ ეს სითი ლორდი. და
საინტერესოა ის ელემენტები გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა პალპატინს ჰქონდა რაღაც თვითონ თავისი ბნელი ჩანაფიქრი და გამოიყენა ეს რესპუბლიკა და სქემები ასე თქვა დაალაგა, როგორც ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, ბუნებრივად ვხედავთ იმას, რომ ასე ვთქვათ, როგორ ხდება ამ რესპუბლიკის დაცემა და როგორ ხდება, ანუ იზრდება ბიუროკრატია, იზრდება ასე ვთქვათ მართლობის სტრუქტურების უაზრო შექმნის ასე ვთქვათ შექმნა ხდება და ანუ ეს გაუთავებელი გაზულუქება და რეალურად ანუ რომ დაუბრუნდე ცოტა შორიდან მოვედი, მაგრამ დაუბრუნდე შენ შეკითხვას რა გადმოიტანო რეალურად დავფიქრეთ ეს არის ნებისმიერი იმპერიის, დიდი იმპერიის დაცემის კი ბატონო, ზუსტად ნებისმიერი დიდი იმპერიის დაცემის ასე ვთქვათ ფაბულა რა ეგ მომენტია რომ არის წარმატებული ხანა, ის ფართოვდება, არის კეთილდღეობა, ადამიანები მეტნაკლებად ბედნიერები, ანუ რეალურ ცხოვრებაში ასე. შემდეგ იწყება რაღაცა სტაგნაცია და ეს გადაიზრდება ბიუროკრატიაში, გადაიზრდება უაზრო ასე ვთქვათ ამ მართლმსაჯულო სამყაროში სენატის უაზრო გადამწიფება ერთგვარ. შეხვედრებში, კომისიებში, ასე შემდეგ და ეს რეალურად არ არის რაღაც სიახლე, ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული რაღაც შეიძლება ვთქვათ რომის ავიღოთ, შეგვიძლია ნებისმიერი სხვა ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლა, ომი, რაღაც ბევრი აი ესეთი ალუზია იმაშოა, დღევანდელობასთანაც თავისუფლად შეიძლება. კი ბატონო, თუნდაც იმ ასე ვთქვათ, თუნდაც დასავლურ სამყაროზე რო ვიფიქროთ, რაღაც ბიუროკრატიული, რაღაც გაბიუროკრატიულება ამ სამყაროსი, რომელიც მოყვა შვიდობის 80 წელს ასე ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამ ბიუროკრატიის ზრდის და ასე ვთქვათ უაზროდ გაფართოების შედეგად ის პრობლემები, რომელთაც დღეს დასავლური განვითარებული სამყარო აწევს. კი, ანუ რაღაცა კლასიკური ფაბულა ერთგვარი დაისის რა, რაღაცა იმისი. აი ამაში ხდება მოქმედება. მართალია ხო პირველ ტრილოგიაში ეს ბევრად ნაკლებად ჩანს, მაგრამ პირველი ტრილოგია საკმაოდ ისეთ მიწყობილად გამოდის, იმიტომ რომ წარმატებული ფინანსურად ძალიან წარმატებული პროექტი ხდება. 80-იანი წლების სადღაც მე მგონი შუაში თუ არ ვწდები მთავრდება. 3-ში, 77, 80-83. და არის ძალიან დიდი წვეთა. ამ წვეთის განმავლობაში ეს სამყარო ივსება რითი რო არის რაღაცა გამოდის მთელი რაღაცა დასთა სათამაშოების, გამოდის ბევრი კომიქსი, რომელიც ავსებს ნაკლებად წიგნები მე მგონი შემდეგ მოყვება, აი კომიქსები აგრძელებენ ამ სამყაროს. და რაღაცა ფაქტურად მთელი ეს რაღაც ისა რა ქვია კინოინდუსტრია შედის ახალ ეპოქაში 90-იანების ეპოქაში და შემდეგ უკვე თუ არ ვთქვი 99 წელია ხო? 99 წელია. 99 წელს გამოდის უკვე პირველი ეპიზოდი. პირველ ტრილოგიას და მეორე ტრილოგიას შორის იქნება ეს რაღაცა კომიქსებით ეს სამყარო, ამ სამყაროს აცოცხლებენ. სხვა არ მახსენდება არაფერი რაღაც ანიმაცია ან რაღაცა, ალბათ უფრო კომპიუტერული თამაშები Nintendo და ასე შემდეგ. ბევრ რაღაცას ასახელებს თვითონ ლუკასი, ხო? მე მისი ინტერვიუ მინახავს, ხა ლუკასი არ არის არც ტოლკიენი, არც ფრანკ ჰერბერტი, ეს არ არის რაღაცა ესეთი ინტელექტუალი მწერალი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კაცი, რომელიც რაღაცებს კარგად ყიდის თან რა. იცის რა უნდა გაიყიდოს რაღაცა. სამურაები, იაპონური კულტურა მოდაშია, ამის ერთგვარ ტრანსფორმაციას აკეთებს, ხო? ჯედაები ეს არის ძალიან გავს სამურაის კულტურას და ამ სამურაის ორდენებს და ამ იმას რა ქვია, ცოტა ნინძებსაც, ანუ იაპონური ელემენტი დიდია. სახელმწიფოების ისტორია უფრო შენსწორად თქვია ეს რაღაც დასავლური იმპერიების დაის იყენებს და ძალიან კარგად არგებს ამ ყველაფერს ერთმანეთს. და ხო, აბსოლუტურად სწორია, რომ მეორე ტრილოგია ვინმეს თუ უნდა რომ აი უფრო იმაში პრიკველებს ხო საქმე ეგ არის, რომ კარგად გაგარკვიოს სამყარო იმდენად გაჯდა, რომ შემდეგ ამ სამყაროში კარგად გაგარკვიოს, იწყება ეს ისა რა ქვია, მეორე ტრილოგიის ამბავი. პირველი კლასიკაა ყველასთვის. ეხლა წავიდეთ მეორეზე. რა არის შენის აზრით, როგორია შენის აზრით მეორე ტრილოგია? აი ეს რაღაცა. პირველი, მეორე და მესამე ეპიზოდი, რომელიც ხო, რა ვინმეს თუნდა გაერკვეს სამყაროში, ალბათ ჯობია რომ აქედან დაიწყოს მაინც. ურჩევდი, მე ეგრე მგონია, შენ ურჩევდი თუ არა და როგორ აფასებ რა მეორე ტრილოგიას, რომელიც ნუ ხარ ჩვენ ბავშვობას ეგ ემთხვევა, მეორე ტრილოგია ჩვენი ბავშვობის პროდუქტია. ხო, ანუ საინტერესოა ნამდვილად არა ერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს მეორე ტრილოგიის მიმართ Star Wars-ის მოყვარულებში. კრიტიკულად განსაკუთრებით პირველი და მეორე ფილმი, ანუ ეპიზოდი 1 და 2 არის საკმაოდ ცუდად შეფასებული.
და ნუ მესამე ეპიზოდი ბევრად უფრო წინ. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მე ალბათ ვურჩევდი მაინც ორიგინალი ტრილოგიის დაწყებას, იმიტომ რომ სწორედ ეს არის სამყაროსთვის ამ სამყაროში შესასვლელი, ხო? ანუ კარგი კარები ეგ არის. კი, ის პრიკველი არის კარგი იმით, რომ ის ხსნის როგორ მოუხდით აი იმ დასაწყისში და თუ არ ანუ შენ თუ იწყებ ამ პრიკველით, მას საკმაოდ ბევრი მინუს ნამდვილად აქვს, კინემატოგრაფიულადაც ეგ რაღაც პერსონაჟებით ასე შემდეგ და შეიძლება ასე ვთქვათ ამან გული აგიწროს. შენ თუ არ გესმის რაცთან მივედით იმასთან რაც ჩვენ ნახეთ პირველ ტრილოგიაში, შენ შეიძლება ნაკლებად დაინტერესდე ამ სამყაროთი საერთოდ. მით უმეტეს დღევანდელობაში, როცა ეს ასე ვთქვათ ვიზუალური ეს ყველაფერი ვიზუალურად გადატვირთული ფილმები და მთელი ეს ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ სხვადასხვა მედიუმით, ასე ვთქვათ ჭარბობს, ასე ვთქვათ. ლუკას საინტერესოა რომ ანუ შენ ახსენე ეს დიდი წყვეტა, საერთოდ ლუკასი დაუბრუნდა ამ იდეას ასევე კინემატოგრაფიული ინოვაციების შედეგად. ხო, ეგ ამბავი საინტერესოა რომ ხო, სხვადასხვა მას ჰქონდა, ანუ ასე როდესაც მან უკვე როცა პირველმა ფილმმა მიაღწია 67-ში კრიტიკულ, ანუ ფინანსურ და კრიტიკულ წარმატებას და გადაიღო ეს, ანუ სამივე ფილმი, ასე ვთქვათ, ლუკას უკვე მაშინვე ქმნიდა უკვე ამ თავის წარმოსახვაში ამ სამყაროს. მან უკვე მაშინვე წარმოიდგინა ეს პრიკველის ტრილოგიაც, მაშინვე მიხვდა რომ საერთოდ ამ ტრილოგიებით უნდა წასვლა. და შექმნა ასე ვთქვათ, დაიწყო რა ჩამოწერა იდეების, ეს სწორად ახსენე რომ ეს არ იყო არც ტოლკიენი, არც ჰერბერტი, რომელიც რაღაც ზედმიწევნით დეტალურობით ქმნიდნენ სამყაროებს, ენებს და ასე შემდეგ. მას უფრო იდეები ჰქონდა, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო, რა უნდა, ასე ვთქვათ, ფაბულებს აკეთებდა. დიდი იდეები, ხო, რაღაც სტრუქტურას, ასე ვთქვათ, ჩონჩხს ქმნიდა ამ ისტორიის და თუმცა საკმაოდ კარგად ჰქონდა ჩამოყალიბებული და იცოდა რომ ეს, ასე ვთქვათ, ტრილოგიებად უნდა გადაეკეთებინა. და ერთი პერიოდი თვითონაც ამბობს რომ რაღაც ფიქრობდა რომ აღარასდროს აღარ დაუბრუნდებოდა პირველი ტრილოგიის მერე ამ სამყაროს. თუმცა აი CGI-ში, განსაკუთრებით CGI-ში განვითარებულმა ინოვაციებმა მას, ასე ვთქვათ, უბიძგარო დაბრუნებულიყო ამ თავის იდეას და სავარაუდოდ ის რაც მას წარმოსახული ჰქონდა, ის სამყარო რაც მან წარმოიდგინა და უნდა რომ დაეხატა, უკვე ეს ფართო, ასე ვთქვათ, ამ დიდი galaktikis უფრო მეტი ნაწილი ეჩვენებინა მაყურებლისთვის, ამის შექმნის საშუალება მისცა სწორედ ამ CGI-ის განვითარებამ და სწორედ ამის საფუძველზე ის დაუბრუნდა და 99-ში გამოუშვა უკვე ეპიზოდი პირველი. სხვათა შორის CGI-ის ზედმეტი გამოყენება ერთ-ერთი ნაწილია, რასაც აკრიტიკებენ ხოლმე. ხო, და მე მაგას გადავაყენე მესამე ტრილოგიაში რა უკრა, ყველა რედაქცია ეგზაქტ. ხო, მაგრამ ეგ ჯორჯ ლუკას აღარ უკრია და აქვე მინდა მან ტრაგიკულ მომენტამდე მივა. კი ბატონო, ჯორჯ ლუკასი მან სინდისი მან თავისუფალი. ამიტომ ხო, ანუ გადაიღო ეს მეორე ტრილოგია და ძალიან საინტერესოდ ახსნა ის თუ როგორ მოვიდა ძალაუფლებაში პალპატინი, როგორ დაეცა რეალურად რესპუბლიკა, როგორ დაეცნენ ჯედაები, იმიტომ რომ პირველ ტრილოგიაში არ ვახსენეთ, მაგრამ ჯედაები უკვე ფაქტობრივად არ არსებობენ, გამქრალი ორდენია, იქნე აღარ არსებობენ, არიან ამდენიმე, ასე ვთქვათ, კანდიკუნტად, რომლებიც იმალებიან და მათ, ასე ვთქვათ, დაძდევენ მოსაკლავად. და ანუ როგორ მოვიდა აქამდე ის რესპუბლიკა და ეს ორდენი, რომელიც ასე ყავდა ამ galaktikაში საუკუნეების განმავლობაში. და ძალიან საინტერესოა ეს, სწორედ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს მომენტი, კი, რა თქმა უნდა, მე როგორც ალბათ უმეტესობა ვარსკვლავური ომების მოყვარულების, ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ, ასე ვთქვათ, რაღაც ელემენტები იმ ფილმების თუ სერიალების, რომლებიც იქნება ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენ მაინც სამყაროს ერთგულები ვრჩებით. კი ბატონო, ეს სამყაროს ჩვენ სამყაროს აჩვენებს რაღაც სხვა ელემენტებს, რაც აქამდე არ ქონდა ნანახი და სწორედ ამიტომ მეორე ტრილოგია ჩემთვის, პრიკველის ტრილოგია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ის თუ როგორ მოვიდა რესპუბლიკა აქამდე, როგორ რა სქემები ახლართა პალპატინმა იმისთვის, რომ ძალაუფლება და მე მგონი ამაზე კიდევ არაერთი რაღაც თქვა შეგვიძლია და ბევრი სხვადასხვა ელემენტია აქ.
იმისთვის რომ ეხა ის ადამიანები ვინც გვიყურებენ და ვისაც არ აქვს ნანახი მათაც დავანახოთ რაზე არის ლაპარაკი რა არის ეს სამყარო ეს არის შორეული galaktika არცად არ არის მთელი აი ამ საგის განმავლობაში ხსენება რომ რაიმე ფორმით ეს არის რეალური კი გარდა იმ ფრაზის რომელიც ამბობს რომ დიდი ხნის წინათ და ძალიან შორეულ galaktikაში არავითარი ალუზია არ არსებობს იმაზე რომ სადღაც ჩვენი ნამდვილი მზის სისტემა არსებობს და დედამიწა არსად ნახსენები არის სადღაც ჩორს ხდება ეს ამბავი არის galaktika რომელიც შედგება რაღაცა ბევრი პლანეტები და სისტემებისგან ერთი პლანეტა არის დედაქალაქი კოროსანტი რომელიც არის რაღაცა ქალაქი პლანეტა. ხო, ქალაქი პლანეტა, მთელი პლანეტა არის ერთი დიდი ურბანული ქსოვილი, ესეთი, რომელიც მეორე საგაში, ხო, მეორე ტრილოგიაში ცოცხლდება, შემდგომში რამოდენიმე ხსენება არის პირველში, მაგრამ პირველი მაინც ხო, ტექნიკური მიზეზებიდანაც გამომდინარე ალბათ, ხო, არის უფრო ესეთ პავილიონურ სტუდიური გადაღებული რაღაც ხომალდები და რაღაცა ესეთ რამოდენიმე მარტივი პლანეტა, მათ შორის ტატუინი, რომელიც არის რაღაცა უდაბნო პლანეტა და ესეთ მარტივი მოცემულობაა, ხო, იავინი და ასე შემდეგ. იავინი ჰოთი, რომელიც არის და სულ რამდენიმე მარტივი გადასაღები და მარტივი პლანეტები. აქ უკვე მე შემოდის აი ესეთ რთული სამყაროები მეორე ტრილოგიაში, რთული პლანეტები, რაღაცა ესეთ წალკოტი, როგორც არის ნაბუ, ტატუინი სხვა შორის მეორეს ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმიტომ რომ ისტორია უნდა მოყვეს, მაგრამ კოროსანტი პირველად გამოჩნდება და მოკლედ მთელი სამყაროს აი მართლა CGI მაგაზე იმუშავა, რომ მთელი სამყარო კარგად დაინახო ვიზუალიზაცია მოხდეს ამ ყველაფრის. ამ სამყაროში არსებობს რაღაცა აი ეს რესპუბლიკა, რომელიც არის აი ამ სისტემების გაერთიანებული კონფედერაცია, ერთგვარი, ან მოდელი მაგას ამ სისტემის არის რომ ყველა არის ერთი სახელმწიფო, ყველა აი თელის galaktika არის ერთი სახელმწიფო, კონფედერაცია, არის ძირითადად აი ეს რაღაცა შიდა ჯაჭვზე არის პლანეტები, რომლებიც არის სტრუქტურიზებული და არსებობს გარე ჯაჭვის outer rim-ის პლანეტები, რომელიც არის ისეთი რა მეტნაკლებად კონტროლირებადი ტერიტორიები. ყველა ამ ეს არის რაღაცა აი პირველი ეპიზოდის მეორე ტრილოგიის ბოლომდე მეტნაკლებად იდეალიზებული სამყარო, ხო? რომელშიც არ არის რაღაც არმია არა აქ ამ სახელმწიფოს მაგალითად და ჯედაები, ეს რაღაცა ორდენი, ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე მებრძოლების იცავს წესრიგს. ძალა ღმერთის იდეა ძალაუფლების ნებისმიერ მოცემულობაში ერთგვარ რაღაც ღმერთის ზეციური ენერგიის იდეა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი აი ორი სიტყვით ამაზე ვთქვათ, ხო, სამყარო მეტნაკლებად წარმოვიდგინეთ რაღაცა იქ ბოროტის კეთილიც, მაგრამ ძალას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერში. აი ამაზე ვთქვათ ორი სიტყვა და მე გავგრძელოთ ამ ხო, ძალა და შესაბამისად, ანუ ფილმებშიც ეს მოხსენიებულია, ჯედაებს იხსენიებენ, ასე ვთქვათ, იმპერიის სკეპტიკური ასე ვთქვათ, პაიკები, როგორც რელიგიას აგდებით, ეს თქვენი რელიგია. ეს არის რელიგია, ძალა არის კარგად ახსენე ენერგია, რომელიც როგორც ახსნილია ფილმებში, ასე ვთქვათ, და მასალაში არის ენერგია, უხილავი ენერგია, რომელსაც ქმნიან ყველა ცოცხალი არსებები და ის ენერგია, რომელიც ამ ყველა არსებას ერთმანეთთან აკავშირებს, იცავს ბალანსს და ასე, ანუ ამ ენერგიის გარეშე არაფერი არ არსებობს და ნუ ალბათ ყველაზე, ასე ვთქვათ, სწორი ანალოგია ალბათ ღმერთთან იქნება. პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი. ანუ აი ეს ენერგია ყველაფერი არის. ქრისტიანულ ღმერთთან ალუზია საკმაოდ დიდია. კი ბატონო. ჯედაების რელიგია და ანუ სამ სიტყვებზეც გადავალ ჯედაებით იწყება ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დეტალებში აღარ ჩავალ, მაგრამ ნუ სხვადასხვა მიზეზების გამო მეტნაკლები უფრო მოზრდილი არიან, რომ ასე ვთქვათ, ამ ეს ენერგია იგრძნონ, შეიგრძნონ, დაინახონ და შეძლონ, ასე ვთქვათ, ამ ენერგიის მართვა არა დამორჩილება თავისთვის, არამედ ამ ენერგიასთან ერთად სინქრონიზაციაში, ასე ვთქვათ, ამის მართვა და ამ ენერგიის საშუალებით, სწორედ აი რაღაც, რო თქვით, რომ რაღაც ზებუნებრივი ძალები აქვთ, რეალურად, ანუ მათ პირადად არ აქვთ ზებუნებრივი ძალები, მათ აქვთ საშუალება, რომ ამ ძალის მეშვეობით, ასე ვთქვათ, რაღაც ტელეკინეზით ინტერაქცია შეუძლია. კი ბატონო, ამ სამყაროსთან და ამ სამყაროში არსებულ ეს, ასე ვთქვათ, ჯედაების ორდენი იქმნება როგორც ასე ვთქვათ, ნახსენები როგორც რაინდული ორდენი, იმიტომ რომ მათ შორის კი მეომრებიც არიან, მაგრამ საკმაოდ ანუ
ბერმონაზნული ელემენტები არიან რეალურად ელემენტები. ჯვაროსნული ეპოქის დროინდელი ცოტა ბერები და ცოტა მეომრები. ერთ და აი როგორც ძველ რესპუბლიკაში ეს ჯედაების ორდენი ხდება გალაქტიკაში. შენ წესრიგი ახსენე, აქ მინდა ერთი შესწორება შევიტანო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც საინტერესოა, მე მგონი განსაკუთრებით რო ვფიქრობდი ამას საქართველოსთან თეორიულ პარალელში, ყველგან ნახსენებია, რომ ჯედაები არიან შვიდობის და სამართლიანობის მსვლელები. Peace and justice და ეს ორი სიტყვა ყველგან სადაც ჯედაების ახსნა ხდება, ეს ორი სიტყვა ყოველთვის ერთად მოდის. არასდროს თუ არ არის შვიდობა, არ არის სამართალი. ეს არის ძალიან არ იქნება შვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება შვიდობა. კი ბატონო. და სწორედ აი ამას იცავენ ჯედაები. ისინი მათი ხედვა და ანუ აი ეს გარდა იმისა, რომ მაინც მეომრები არიან და შესაძლებლობები აქვთ, სწორედ ეს დოგმა ძალიან დოგმატური ორდენია და მიაჩნია რომ ანუ მხოლოდ აი რაღაც აი ესე უნდა ასე უნდა მიუდგე ამ ძალას რომელიც არსებობს და უნდა დაიცვა ნათელი მხარე ამ ძალის არასდროს არ უნდა გამოიყენო შენი შესაძლებლობები შეტევისთვის ყოველთვის თავდაცვისთვის და დაუცველების დაცვისთვის ასე ვთქვათ და ამაზეა აგებული ეს ორდენი. სითები იქმნება, სითები რეალურად არიან ყოფილი ჯედაები, ანუ ესენი არიან. აქაც ბიბლიური ხაზები მე მგონი ძალიან ჩანს. რა თქმა უნდა, დაცემა, ასე ვთქვათ, ბნელი ისინი არიან, ვინც უფრო უნდათ გამოიკვლიონ ბნელი ძალის ბნელი მხარე და ანუ მას ეზიარონ ჯედაების ორდენი ამას დოგმატურად გრძალავს. ანუ რეალურად ძალიან საინტერესო ნაწილი არის კი. კი და ანუ რეალურად რაღაც ხრი თავისუფლად მოაზროვნეებიც არიან გარკვეულწილად, რომლებიც ქვიან რომ ანუ რატომ იგრძალავ, ანუ აქეთ უნდა წავი. თუმცა ხედავთ ფილმებშიც რომ ანუ ბნელი ძალა იკვებება შიშით, აგრესიით, სიძულვილით და საბოლოო ჯამში ეს გადაიზრდება, ანუ ქმნის აი ამ სითებს და მათი ძალაუფლება სწორედ ბნელ ძალაზეა დაფუძნებული. თუმცა, როგორც ასე ვთქვათ, ქრისტიანულ რელიგიაშიც ეს არ არის რაღაც მუდმივი წარწმენა. და ბუდისტურ ელემენტი შემოდის ხო ინიდაიანის რომ ამ ძალას აქვს შავი და თეთრი მხარე და ძალიან მარტივია კი ბატონო და ამავე დროს არის დაბალანსები. ანუ ძალა თავად აბალანსებს თავის თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გასდევთლიან და საკმაოდ საინტერესოა დასაფიქრებლად რა, იმიტომ რომ კი ჩვენ პირველ ტრილოგია ვახსენეთ და კეთილის გამარჯვება ბოროტზე და მაშინ ან ბავშვური წარმოსახვით ეს ძალიან საინტერესო ისტორია და კეთილი ზაფარი, კეთილი დასასრულით, მაგრამ რეალობაში მე რაც უფრო ფართოდება ეს ამყარო, მაინც ვხედავთ რომ ეს არის მუდმივი ბრძოლა. ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ნათელსა და ბნელ მხარეს შორის არის მუდმივი, რაც უფრო გაძლიერდება კეთილი მხარე, ძალა აბალანსებს ამას ბოროტი ბნელი მხარის დაბალანსებით და პირიქით. და აი ესე მოვდივართ, ასე ვთქვათ, ამ ჯედაების ორდენის მიერ ჯედაის ორდენები იყოფა, კი იქნებიან სითები, მაგრამ სითები არ არიან სტრუქტურირებულები. არ არიან სტრუქტურირებულები, როგორც ვთქვით, არის, ანუ ისიც თავისი, ასე ვთქვათ, სექტა არის ორი სით ლორდი, ასე ვთქვათ, ყოველთვის ერთ კონკრეტულ მომენტში, ეს არის მასტერი და მისი მოწაფე. აკოლაიტი, კი ბატონო. და ასე ვთქვათ, აი ესე მოვდივართ, მაგრამ აი ამ რესპუბლიკის მაღალი რესპუბლიკის ხანაში სითები არ ფიგურირებენ, ნაკლებად ფიგურირებენ. ხო, ბოლოტება ჯერ ესე არ არსებობს. ესე არ არსებობს, კი ბატონო, და ეს არის ასე ვთქვათ, ჯედაებს გონიათ კიდევაც რომ ეს სითები ასე ვთქვათ გაწყდნენ, მოდი ასე ვთქვათ, ანუ აღარ არსებობს. ხო, რაღაც მითიური ამბავია, რომ რაღაც დაცემული ანგელოზის იდეასაც არის, პირველები რომელიც გამოიყვნენ, წავიდნენ და რაღაც მივიწყებულია, რომ რეალობაში არ არიან. რელიგიური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ნაწილს ყოველთვის შეერწყმის ამ სამყაროში. შენახსენე ჯედაები არიან, ხო, განსაკუთრებული ადამიანები, მაგრამ ამ სამყაროში ადამიანები არიან მხოლოდ ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული აი ამ ფენტეზიში ჟანრში უყურთ რასა, ხო? ადამიანების გარდა რასა ძალიან ისეთი პოზიტიური გაგებით მეგობრებო. იქ არიან ბევრი სხვადასხვა პლანეტები, სხვადასხვა არსებებით არის დასახლებული. არა, როგორც აზიმოვთან მაგალითად ადამიანის სხვადასხვა მუტაცია, ხო, აზიმოვს ხო ეგ აქ რო ადამიანმა მოახდინა
კოლონიზება სამყაროში და სხვადასხვა მუტაციები არის ადამიანის სამყაროსთან ადაპტაციით, რომლის კოლონიზაციას მოახდინა. აქ არა, აქ სხვადასხვა არსებები არიან, ხო, იქ რაღაცა ესენი ვუკები იქნებიან, აი ჩუირა, ჯარასისაც არის, იოდა, რომელიც რა კიდე სხვა ის არის და ძალიან უამრავი არის, ხო და Star Wars-ი ამითი არის ძალიან მრავალფეროვანი. სხვა შორის ეგ მრავალფეროვნების იდეა ძირში უდევს ლუკას. ეს არის 70-იანი წლების ბოლო და 80-იანების ამერიკა, ძალიან კონსერვატიული ეპოქა. სეგრეგაცია აღარ არსებობს, მაგრამ საკმაოდ მძიმე არის ეს რასობრივი ამბავი. მაინც არ არის წაშლილი მისი. არ არის წაშლილი და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმიტომ რომ ვარსკვლავური სამყარო არის ძალიან მრავალფეროვანი, ხო? და დღემდეც ეს ხო სამწუხაროდ შემდეგ Disney-ის ბოლო სინახელმძღვანელობა მე ძალიან ცუდად გამოიყენა ჩემი აზრით და ამაზე აუცილებლად გადავალთ ხო რაღაცა მთლიანად ამაზე მოარგო, მაგრამ ეს არის ძალიან მრავალფეროვანი სამყარო. აქვე მინდა ერთი პატარა გადახვევა გავაკეთო, პატარა ჩართვა. ერთ-ერთი პირველი ვინც ლუკას უჩივლა შენ თქვი რომ ეს არ არის დაფუძნებული არ წიგნზე, არაფერი ამას ის არ აქვს და ლუკას მართლა უნიჭერეს ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს ქმნის, აი ყველანაირი ესეთი აქამდე ამ ჟანრებში არსებული სტრუქტურების გარეშე, ხო, როგორც არის რაღაცა ლიტერატურული ბაზისი ამ ყოველს. ერთ-ერთი პირველი კაცი ვინც უჩვენს არის ფრანკ ჰერბერტი, რომელიც ამბობს რომ ჩემი დუნი გადაიტანა თავის იმაში რა ქვია და ნუ აღარ ამბობს რომ იქ რაღაც არის ტატუინი, რომელიც არის აგრეთვე დუნივით, არაკისივით, რაღაც მუდამნო პლანეტა, იქაც არის ისა რა ქვია ჭია იმისი რა ქვია ქვიშის ჭია, მიწის ჭია და აი ამერიკა უჩიო და დიდი ხანი წააგო ეს ამბები. მეორე ტრილოგია შენახსენე რომ შლის ამ სამყაროს ძალიან ფართო ნაწილში. კიდე ერთი ელემენტი რომელიც გარდა ჯედაებისა და სითხებისა, ეს არის პირველი ტრილოგიისთვის ყველაზე დამახასიათებელი და ნუ შემდეგ ეს სულ ჩანს მთელ ამ პროდუქციაში, ეს არის ბოროტება არის იმპერია და სიკეთე არიან აჯანყებულები. ხო, რეზისტენსი და რებელიონი არიან აჯანყებულ ხალხთა ჯგუფი. აი ეგ რა მოვლენა არის, ხო, იდეალიზებული რაღაც სიკეთე აჯანყებაში და რაღაც ბოროტების იმპერია მეორე მხარეს, აი ორი სიტყვა მაგაზეც რო ვთქვა. ხო, ანუ როდესაც იმპერია იქმნება, ხო, ანუ შენ ახსენე პოლიტიკური სტრუქტურა რესპუბლიკის, ეს არის სუვერენული სისტემების გაერთიანება, რომელსაც კოლექტიურად არ ყავს ჯარიც კი და ან ჯარის შექმნა სხვათა შორის მოყვება მისი დაცემა საბოლოო ჯამში, მანდაც შეგვიძლია ჩავაძიოთ, მაგრამ გაცავთ როდესაც ძალაუფლებაში მოდის იმპერატორი, ის და ეს მეორე ტრილოგიაში ასე ვთქვათ ჩნდება, მაგრამ მე უფრო ვრცელდება ის როგორ იყო იმპერიის პირველი წლები, ხო, სხვადასხვა სერიალებში ასე ვთქვათ. იწყება აი ამ თავისუფალი სუვერენული სისტემების და ხალხების ოპრესია. კი. ეს არის დამორჩილების ისტორია. კი ბატონო, დამორჩილების ისტორია. თუმცა ეს არ ხდება, ანუ ჩვენ პირველ ტრილოგიაში ვხედავთ სიკვდილის ვარსკვლავს და ანუ რაღაც მასიური არ აქვს, თუმცა შემდეგ აი ამ მომდევნო ტრილოგიებში და მასალებში ვიგებთ, რომ ანუ ეს ესე მარტივად და ერთი ხელის მოსმით არ მომხდარა. ანუ იმპერატორი და ბოროტი გალაქტიკური იმპერია იქმნება როგორც ასე ვთქვათ იმის რაღაც არასებული თუ გამოგონილი თითიდან გამოწვეული თუ შექმნილი თუნდაც ხელოვნურად მტრის ხატის გამო, ანუ ეს იმპერატორი იღებს ამ ძალაუფლების კონცენტრაციას იწყებს როგორ გავს ეს რესპუბლიკის და კი ბატონო, რომ დავიცვა მშვიდობა და დავიცვა თვითონ არის რა თქმა უნდა, ვინც ამ ყველაფერს ასე თქვა ასაზრდოებს და თვითონ თავისვე მოწაფე არის სეპარატისტების ასე ვთქვათ ლიდერი და ასე შემდეგ და თავისვე ჯარი ერთ მხარესაც თვითონ ასაზრდოებს, მეორე მხარესაც აჯახებს ერთმანეთთან და თვითონ აი ამ მაკიაველისტური ფაბულა კი ბატონო და იღებს ამ ძალაუფლებას მაქსიმალურად კონცენტრაციას იწყებს, ის ინარჩუნებს პირველი წლების განმავლობაში, ანუ იმპერიის პირველი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ამ ბიუროკრატიას, ინარჩუნებს სენატს, თითქოს ამ წარმოსახვითი წარმომადგენლობითობა მაინც არსებობს, თითქოს ყველა კი იმპერია ვართ და იმპერია ვართ იმ გაგებით, რომ ჩვენ ვეღარავინ ანუ თითისქნევით ვერ დაგველაპარაკება და ცალფეხზე არავისთვის არ დავდგებით და ჩვენი ჯარი ყავს და ყველაფერს ასე ვთქვათ იმას ვიზამთ, მაგრამ
ამავე დროს მაინც სუვერენული სისტემები ხართ და ასე ვთქვათ, წარმომადგენლობითობა გვაქვს სენატი, განვიხილავთ რაღაცა, თუმცა რომელიც ძალიან ფარსია. თუმცა ეს ბიუროკრატია მას საწყის წლებში იქამდე სანამ ბოლომდე მოიხვეჭა და ძალაუფლებას იმპერატორი და შექმნიდა ისეთ ტექნოლოგიურ ასე ვთქვათ მონსტრებს როგორც სიკვდილის ვარსკვლავია თუნდაც მანამდე ასე ვთქვათ ეს ბიუროკრატია ეხმარებოდა მას ძალაუფლების შენარჩუნებაში. თუმცა ამავე დროს უკვე იწყება სახელმწიფო სისტემების შესაბამისი ასე ვთქვათ ერთეულების განვითარება და მორგება, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ISB, რომელსაც კარგად ხედავთ ანდროის სერიალში, ანუ სუსი გალაქტიკის იმპერიის, ბოროტი გალაქტიკის იმპერიის და იწყებს აი ამ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჯარი, ამ სასწავლო მილიტარიზაცია და ამის ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან გამართულ სტრუქტურად ჩამოყალიბებას რკინის ხელით იწყებს მოკლედ ამ გალაქტიკის მართვას და ამას ყველაფერს მოყვება ნელ-ნელა ადამიანების ჩაგვრა, იმიტომ რომ არც ინდივიდუალური სისტემების თავისუფლებას, არც მათ ინტერესებს და არც მით უმეტეს არც ხალხის ინტერესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც იმპერიისთვის, არც იმპერატორისთვის. ის არის მხოლოდ რაღაც ეს. და ყველაფერი აქედან იწყება ეს აჯანყება. აჯანყებაშიც რებელიონი, როგორც შენახსენე, ამ აჯანყებაშიც რა თქმა უნდა აჯანყება არ ხდება, არ არის თითქმის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ იმპერიის აღზევება და იმპერატორის ძალაუფლებაში მოსვლაც არის კი იმან ორკესტრაცია მოახდინა, მაგრამ ისიც არ იყო თითქმის გამოწვეული, ჩვენ ვახსენეთ იმპერიის დაისე, ხო? ასევე არის ხო რა ბუნებრივი მოვლენის შედეგია. კი ბატონო, აჯანყებაშიც იყვნენ ადამიანები და რომლებიც გარკვეულწილად ახდენდნენ აი ამ გამყარებას და კონსოლიდაციას და ანუ ამ რაღაც წახალისებას იმის რომ ეს აჯანყება დაწყებული იყო. თუმცა ასევე ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივ მოვლენებზე, გალაქტიკის იმპერიის მიერ ოპრესიაზე დაფუძნებული, ხალხის ჩაგვრაზე, ნამონებაზე, მათ გაღადაკებაზე, მათი უფლებების წართმევაზე და ასე შემდეგ. და შესაბამისად აქედან იწყება ეს რებელიონი, რომელიც თითქოს ასეთ უთანასწორო ბრძოლაში შედის იმპერიასთან და აქ ამ უთანასწორო ბრძოლის ასე ვთქვათ დამხმარე ელემენტი ხდება ის რომ ეს გალაქტიკა არის უდიდესი, შენახსენე შიდა რკალი, გარე რკალი, რომელიც თითქმის იმპერიის მიერ არ კონტროლდება და მაგრამ იწყებს იქ გასვლას და ასევე ამ ხელა გალაქტიკაში და ამდენი წლის შემდეგ არსებობენ თავისუფალი unknown regions, ანუ უცნობი რეგიონები, სადაც ასე ვთქვათ, არავინ არ იცის სახდება, არის რაღაც პლანეტები, იქ თეორიულად მოგზაურობა შეგიძლია, მაგრამ არ არის ათვისებული და არ არის სიღრმისეულად გაგებული და აი ამ სამყაროს უკიდეგანობა, ასე ვთქვათ, ეხმარება ამ აჯანყებას, რომ მოახერხოს დამალვა, სადღაც ასე ვთქვათ, გაიგზავნოს და ასე შემდეგ გაიქცეს გამოიქცეს ასე. ყველა არ თქვი ეს ყველაფერი, ძალიან საინტერესო მოყევი ეს ფაბულა რა ამ ყველაფრის, ხო, ის რაღაცა ის იმპერატორი ერთი ახირებული ბერიკაცი არის, რომელიც ბოროტების სახელით აი ამ ხელისუფლების ძალაუფლების კონსოლიდაციას აკეთებს და სცენარი ძალიან კლასიკურია. პროპაგანდა, რომელიც მართლა ანდორში განსაკუთრებულად კარგად ჩანს და მე მაგაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ბოლო პროდუქტებზე. ძალიან საინტერესო სერიალზე ამ სამყაროდან. ძალაუფლების კონსოლიდაცია იწყება იმ სისტემებით, რა სისტემებითაც ამ ბიუროკრატიას აქვს, ის არის ერთი რაღაცა უწყინარი კაცი, რომელიც ამბობს, რომ აგერ კაცს მე უსაფრთხოება მომაქვს თქვენთვის ჯარი შევქმნათ, მე ამ ყველაფერს იღებ ტერს თვითონ იგონებს, ხო, რამე სხვა არ გაგონებთ მოგონილი მტერი, ხო, როდესაც შეიძლება აბსოლუტურად რეალური მტერი ყავდეს და იმ გალაქტიკასაც ყავს რეალური მტრები, მაგრამ ეს კონცეფციას იგონებს, რომ აი, რაღაც არასტაბილურობის კერა არსებობს, ეს არის რაღაც და ამას უნდა ვებრძოლოთ. სინამდვილეში იქაც თვითონ არის, მე ჩვენ შემთხვევაში იქ თვითონ არ არის, მაგრამ თავიდან ბოლომდე მოგონილია, ხო, როცა რაღაცა არ არსებულ რაღაც deep states ებრძვი, უშიშროება, პროპაგანდა, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ცხოვრების კონტროლს იწყებს და ნელ-ნელა იქ ძალიან კარგად აღწერე, მეთოდურად იწყებს მოგუდვას თავისუფლების იმ რაღაცა კონფედერაციის და სხვადასხვა რაღაც სუვერენული პლანეტების, რომლებიც შედიან ამ გალაქტიკურ იმპერიაში.
ყოველთვის არ არსებობს ალბათ ქვეყანა, ხა ჩვენ საკუთარ ქვეყანასთან შევადარებთ, ბევრი თავისას ადარებს, იქნება ეს რა ვიცი. სხვა შორის იყო თუ არა საბჭოთა კავშირი შენი აზრით მისი შთაგონება პირველ ტრილოგიაში ხო რაღაცა ბოროტების იმპერია და მე რეიგანმა აიტაცა ეგ ძალიან და Star Wars-ის ეს ალუზიები რეიგანს უყვარდა. გამოეყენებინა რომ ბოროტების იმპერიას ეძახდა საბჭოთა კავშირს და მე მგონია რომ ერთ-ერთი მაგის ეს არ დაუწერი არსად, მაგრამ მგონია რომ ხა ინსპირაცია ის რომ საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერია დაუძახო, ნამდვილად იქნებოდა ვარსკვლავური ომები, არ გონია ეგრე? ანუ მოდი ესე ვიტყვი, საბჭოთა კავშირი ჩემთვის კი იყო ბოროტების იმპერია. ხა რამდენად იყო ეს Star Wars-ისთვის დამახასიათებელი, არ ვიცი, იმიტომ რომ რეალურად არსებობს არგუმენტი იმისა, რომ ნებისმიერი იმპერია ბოროტება. ხო, ნებისმიერი მოერგება. უბრალოდ იმ მომენტში ეგ იყო რა, მთავარი ანტაგონისტი ალბათ. კი ბატონო, და ალბათ რაღაც სიმართლის მარცვალიც ამაში არის. ხო, არა, მე დარწმუნებული ვარ, რაღაცა როლს ეგ თამაშობდა. მოკლედ, აი ეს რაღაცა აბსოლუტური ბოროტება, რომელიც პირველ ტრილოგიაში ჩამოყალიბდა და მანამდე მთელი აი ეს რაღაცა კომიქსები იქნება ეს თუ მეორე ტრილოგია იქ გიყვება მეტნაკლებად ამბავს როგორ გახდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერასრულყოფილად. ანუ მოთხოვნა იმისა, იმდენად დიდი არის. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანბეიზი აქვს, ხო? ანუ ადამიანების მთელი არბია მთელს მსოფლიოში, რომლებიც არიან რაღაცა ღრმა ფანები ამ სამყაროს, არ ვიცი ეგეთი სხვა ხა. ის მაინც ახლა ჩვენ რამოდენ ეპიზოდის წინ გიორგი ბაქრაძესთან ვილაპარაკეთ ბეჭდების ბრძანებელზე, რომელიც არის ახლა ძალიან დიდი ხნის საგა და მასაც ძალიან ბევრი ფანი ყავს, მაგრამ ნუ ეს რთული ლიტერატურული ნაწარმოებია. მაინც ეს მარტივი ყურებადია და ნუ აი ძალიან დიდი ფენომენი გახდა მთელ მსოფლიოში. ერთის მხრივ ხო ამ ორი ტრილოგია და მეორე ტრილოგიის დროს გამოდის კიდე მულტფილმების სერია, რომელიც ძალიან კარგი მულტფილმებია, ეს კლონების ომი, ეგრეთ წოდდება, მეორე ეპიზოდისთან ერთად გამოვიდა და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ხა თავიდან არა აქვს დიდი ისეთი კინემატოგრაფიული ხარისხი კარგი, მაგრამ ყველას ურჩევ რომ ბევრი სეზონია და ძალიან კარგად არის ეს სამყაროს დეტალები აღწერილი და კარგი სერიალი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებით რამდენიმე სეზონის მერე ცოტა ისე. თავიდან ძალიან ბავშვური იყო, ანუ Fox-მა გააკეთა ბავშვებისთვის, მაგრამ მე ეს დაატრიალეს და საკმაოდ ისეთი რა, მე ბოლოსკენ უკვე მიდის ისეთ ყველა თაობის და ყველა ასაკისთვის კარგ საყურებელ სამყაროთ. ნუ ძირითადად ამით შემოიფარგლება, ხო, რაღაც კომიქსებით, ორი ტრილოგია და აი ეს რაღაცა კლონების ომის მულტფილმი, რომელშიც ეს სამყარო განვითარდა. კიდევ იწყება წვეთა და აი აქ მივდივართ გადამწყვეტ მომენტთან, როცა Disney-ის კორპორაცია ყიდულობს Star Wars-ის ლიცენზიას. ერთი ორი სიტყვით რომ მოგვიღე რა მოხდა, როდის მოხდა და ხო 2012 წელს თუ არ ვცდები, მაშინ ეს არის 2012 წელი, როდესაც ჯორჯ ლუკასმა საბოლოოდ გაასხვისა უფლებები, მან Disney-ის კორპორაციამ როგორც ახსენე შეიძინა ლუკასფილმი და შესაბამისად უფლებები ყველაფერზე რაც ეხება მარასკლავურ ომებს. მაშინ, როდესაც ჯორჯ ლუკასმა ეს უფლებებთან ერთად მან Disney-ის მიყიდა და მის ხელმძღვანელობას მისცა თავისი მონახაზი იმ იდეებისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მესამე ტრილოგია და კი იმას ჰქონდა ეს მესამე ტრილოგია ჩაფიქრებული ჰქონდა. ჩავიდანო საქმე. ანუ ეს სამივე ტრილოგია ერთად არის ცნობილი დღესდღეობით როგორც Skywalker-ის საგა. და პირველი ორი ტრილოგია, ანუ პირველი ორიგინალური ტრილოგია და პრიკველი ტრილოგია, საბოლოო ჯამში, რომელიც ჭეშმარიტად მარტო ჯორჯ ლუკასია, ასე ვთქვათ, ეს არის Darth Vader-ის ტრაგედია, ასევე ეგრე არის ცნობილი. მან მიყიდა ეს უფლებები, მან მიყიდა იდეები და მონახაზი, როგორც თქვით, მას არ ჰქონდა რაღაც ჩამოყალიბებული დეტალურად შექმნილი სამყარო, მაგრამ მას ჰქონდა იდეები იმისა, რა ისტორია უნდა ყოფილიყო. და ნუ როგორც ცნობილია, სამწუხაროდ Disney-მ საბოლოო ჯამში ეს მისი იდეები საერთოდ მოისროლა. და როგორც თვითონ ამბობენ, არგუმენტი იყო, რომ ახალი დირექტორებისთვის და შემქმნელებისთვის მიეცათ თავისუფლება, რომ ამ სამყაროში ემოქმედათ. ყველას თავისებურად შეუძლია შეაფასოს რა გამოვიდა საბოლოოდ აქედან. შედეგები აშკარად არა ერთგვაროვანია, მაგრამ ნუ ეს არის ის რაც არის, ამიტომ როდესაც ვილაპარაკობთ ვარსკვლავურ ომებზე, განსაკუთრებით ამ მთავარი საგის ტრილოგიებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ორი ტრილოგია ეს არის ჯორჯ ლუკასი, ეს არის სამყაროს საფუძველი, რომელიც მან შექმნა და მას ამისთვის პატივი აუცილებლად უნდა მივაგოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს არის და ყველაფერი დანარჩენი ეს არის უკვე ჩვენ შეგვიძლია მოგწონდეს, არ მოგწონდეს და ეგრეც არის რაღაცები ძალიან კარგია, რაღაცები არც ისე. ეგრეა, ხო, აი უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ორივე კი, არის რაღაც გენიალური ასე ვთქვათ ქმნილებები ამ სამყაროში ჯორჯ ლუკასის მერეც
მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც ხო, Gen Z-თვის მაგალითად ხო ჩვენ შემდგომი თაობებისთვის ამ სამყაროს ფანებისთვის ეგ არის ის რითიც დაიწყო და ეს საკმაოდ ცელი. მოდი ვთქვათ, რომ მანამდე ეს ლუკას ფილმი და ლუკას მაინც მეტნაკლებად ესე დამოუკიდებელი მოთამაშე არის და ნუ ხა რასაც ვწდება ერთი კაცი და ეს პატარა პროდაქშენი იმას აკეთებენ და ნუ ხა Disney-ის ხელში რო გადადის Disney ახდენს ამის აკეთებს იმას მაგალითად რაც გაკეთა Marvel-ის სამყაროში ხო როცა აიღო ეს რაღაცა კლასიკური კომიქსების სამყარო და გადააქცია ერთ დიდ სამყაროთ ასე ვთქვათ იგივეს უკეთებს Star Wars ხო? ზუსტად იგივეს უკეთებს, რაც წარმატებული მოდელი იყო, მოდი ასე ვთქვათ, Marvel-თან მიმართებაში. თუ რა რაღაცა Marvel-ის სუპერგბინების Marvel-ის ფილმები, ბევრი იყო, ოღონდ ერთმანეთთან დაკავშირებული არ აქვს. რა მოიგო, ნუ დააკავშირა ეს ყველაფერი და ერთ დიდი სამყარო შეკ. ხო, რა, ერთ იმაში მოაქცია. და იგივეს აკეთებს ვარსკვლავურობებთანაც Disney ამ აპრობირებულ მეთოდოლოგიას იღებს რაღაც დიდ სახელს თანამედროვე ესეთი სპეციფექტებიანი კინოსი, J.J. Abrams-ი ის უდგება სათავეში ამ პროექტს, ლუკას გვერდზე წევენ, მესამე ტრილოგიის პირველი ფილმი გამოდის და იწყება დაბომბვა. ანუ მთელი ეს რაღაცა თანამედროვე შესაძლებლობები კინემატოგრაფში, ეს ციფრული რევოლუცია გამოიყენება იმისთვის, რომ ეს სამყარო უცებ გახდეს უკან ისედაც ხო ჩაფიქრებული უკიდენგენოთ არის, მაგრამ ყველა ჭუჭუტარაში შეგახედოს. ამიტომ ხო, არაერთგვაროვანი რატო არის ჩემი დამოკიდებულება რომ ძალიან არ მომწონს ტრილოგია თვითონ, ანუ მთავარი სამი ფილმი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ძალიან ბევრი კარგი რამ მოყვა. ესენი არის რაღაცა გამოყოფილი ისტორიები, სერიალები. მოდი ახლა ამას გადავალოთ თვალი. რას ურჩევდი? შენი გზამკვლევი რა არის? რას ურჩევდი? რეები არის შენი აზრით აქ კარგი? ანუ სანახავთ ალბათ ყველაფერი სანახავია. თუ დრო გაქვთ და სრული გაქვთ რამ საყურში შეხვიდე, მაგრამ რა არის კარგი, რა არის გამორჩეული მარგალიტი და ნუ ხო, შენი აზრით გითხარი რა საგაზე თვითონ ფინალურ ტრილოგიაზე. ფინალურ ტრილოგია, ანუ ისევ ნამდვილად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს, არის რაღაც ელემენტები ამ თვითონ ამ ტრილოგიის, რაც არ მომწონს, განსაკუთრებით ისტორიაში და რაღაც უაზრო ჩახლართებში ჩემი გადმოსახედიდან. რომელიც თითქოს და თვითონ გამოწვეულია რომ რაღაც ესე ვთქვათ ეს ისტორია მაინც შეექმნათ და ეს ტრილოგიაში ჩამჯდარიყო. ვიზუალურად, ნუ, რა თქმა უნდა, გადასარევია და ეს სხვანაირად ვერც იქნება იმის გათვალისწინებით სად არის დღეს კინემატოგრაფიდან გრაფიკული გრაფიკა, ასე ვთქვათ. მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ვახსენე აქამდე ჩვენ ყველაფერს ვიღებთ იმ როგორ ვარსკვლავურობის მოყვარულები, იმიტომ რომ ეს იყო მაინც ჩვენთვის საყვარელი სამყაროს განვრცობა, გაგრძელება ამ თუნდაც ამ ისტორიის და რაც არ უნდა ბრაზდებოდეთ, რაც არ უნდა რაღაცა გვაბრაზებდეს, რაღაცა არა, ძალიან საინტერესო. ნახვით ყველავარენს ვნახო. კი ბატონო, აუცილებლად. რას გამოარჩევ? მოდი ეს აქ შემოდის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სანამ ვიტყვი მაგას, მეგონი იცი შენ მე რას ვიტყვი და რას გამოვარჩევ, აგიბურღე მე არა, ერე გამიბურღია შენთვის თვითონ. სანდროს ჩევით მაქვს ეგ რაღაცები ნახე. კი ბატონო, მაგრამ ტრილოგიები და ეს მთელი Skywalker-ის საგა, ეს არის ის, ასე ვთქვათ, მითოლოგიური ასპექტი ამ სამყაროსი. ანუ ეს გვაჩვენებს, როგორც თავიდან დავიწყეთ, კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლა, ის ფოკუსირდება რამდენიმე გმირზე, ზებუნებრივი ძალებით, ჯედაები თუ სითები იქნებიან ეს, ბოროტები თუ კეთილები და ანუ აი ამ ძალიან მითოლოგიური ფაბულა, ასე ვთქვათ, და ჰეროიკული, კი ბატონო. და მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მეტ ნაწილს ხედავთ ჩვენ ამ galaktikis ამ ტრილოგიების მეშვეობით, მაინც ის ვერ იძლევა საშუალებას, რომ ჩავიდეთ სიღრმეებში, იმიტომ რომ ეს galaktika როგორც შეგახსენე უკიდეგანოა და რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი ადამიანები, ჰუმანოიდები, არა ჰუმანოიდები, ანუ ახლა აქ ადამიანებზე კონკრეტულად თვალსაზრისით. დეკორია რა, ეს საფარო ამ თავარი მითოლოგიური ამბი. კი ბატონო, მაგრამ აი ეს ელემენტები, რაც პოზიტიური, რაც მოიტანა Disney-ს ამ საქმეში ჩართვამ და ამ სხვადასხვა დამატებითი მასალების შექმნამ იქნება ეს გრაფიკული ნოველები თუ სერიალები, არის რომ მოგცა საშუალება, რომ უკეთ გავეცნოთ ამ სამყაროს ჩვეულებრივ ადამიანებს. სოციოპოლიტიკურ ასპექტებს ამ სამყაროსი, როგორ და ეს ყველა, თქვათ, ელემენტი რაც იქნება სხვადასხვა დროს, ხო, ზოგი არის, თქვათ, იმპერიის
ხანაში ზოგი რესპუბლიკის და ასე შემდეგ და ანუ ხედავთ იმას როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ იწყება აჯანყება და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ანუ რატო ვახსენებ ამას, იმიტომ რომ მითოლოგიური და სოციოპოლიტიკური ასპექტებს. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ვინც თქვათ ვარსკვლავურ რომები არ უყვარს, ანუ არ აინტერესებს, მათ სწორედ ეს ნაწილი ეს არიან ადამიანები, რომელსაც არ აინტერესებთ ეგეთი ჟანრი. მე ვახსენებ, რომ მე მიყვარს მითოლოგია, მიყვარს ეს და მიყვარდა და შესაბამისად ძალიან მარტივად ჩავერთე ამ სამყაროში. ბევრი ადამიანი, ვინც თქვათ ძალიან ბევრი გულში მოყვარული ყავს ამ სამყაროს, მაგრამ რა თქმა უნდა არიან ისეთები, ვინც არ უყვარს და არ აინტერესებს. სწორედ როგორც წესი მაგნიზიზის გამო, მათთვის ეს ძალიან ეს ეროიკა, ეს რაღაც ლაზერული ხმლები და ჯედაები, რაღაც რაინდები არ აინტერესებთ. უფრო როგორც down to earth ასე თქვა, რაღაც მიწაზე როგორ ფეხი დგანან ესეთი. კი ბატონო. ხო და სწორედ აი ესეთი ადამიანებისთვის არ შემიძლია რომ ანუ არ ვურჩიო ამ ადამიანებს რომ გაგვიგონ ჩვენს ვარსკვლავურების მოყვარულებს, არ შემიძლია არ ვურჩიო რომ არ უყურონ ანდორს. აუცილებლად ანდორი არის მარგალი არა მარტო ამ სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რომელიც მე ბოლო დროს მინახავს და ბევრი მინახავს და დავაყენებდი ისეთი სერიალების გვერდით, თუნდაც Breaking Bad-ი ანუ თავისი შესრულებით, თავისი სცენარით, დრამატურგიით, ვიზუალით, მსახიობების შესრულებით ეს არის რაღაც არაჩვეულებრივი ისტორიის განვითარებით, არის მართლა ძალიან მაგარი სერიალი. კი ბატონო. მან არც ერთი ჯედაი მან არ ფიგურირებს, არც ერთი ლაზერული ხმალი მან არ ფიგურირებს. ადამიანური ამბავია. ეს არის ადამიანების, ეს არის ისტორია ეს არის ისტორია რა თქმა უნდა ერთ კონკრეტულ პერსონაჟზე. ანდორზე, თუმცა რეალურად ეს არის ისტორია იმაზე, როგორ იწყებოდა აჯანყება. კი. და როგორ იწყება აჯანყება აი ოპრესიის, ბოროტი galaktikuri იმპერიის პირობებში, როგორ მუშაობს ISB, ანუ KGB, ანუ SUSI, იქაური და ზოგადად რა გავლენას ახდენს ეს ადამიანის ცხოვრებაზე, როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება, რა აიძულებთ მათ, რომ გადადონ ყველაფერი და ჩაერთონ ამ უთანასწორო ბრძოლაში. არაერთი, ანუ არაჩვეულებრივი მონოლოგები არის სტელან სკარსგარდი თამაშობს ცნობილი სკანდინავიური მსახიობი, რომელსაც არაჩვეულებრივი მონოლოგი აქვს იმაზე, რას იღებს, ანუ რა გასცს ამან იმისთვის, რომ რა ასე ვთქვათ, რა შესწირა მან პიროვნულად აჯანყებას. მონოლოგი ბევრი სხვა ენდი სერკისი თამაშობს სხვადასხვა ასევე ცნობილი რეჟისორი და მსახიობი და ანუ არაჩვეულებრივი სერიალია. თან არ არის ხო რა სწორი თქვა, არ არის არც science fiction-ის ფაბულაში არის, არც fantasy, არც Star Wars-ის არის რა პირველი სეზონი. ეს არის პოლიტიკური ტრილერი. პირველი სეზონია, ორი სეზონია სულ, ანუ ლიმიტირებულია, იმიტომ რომ პატარა სერიალი. კი ბატონო, არის გამოსული Star Wars-ის სამყაროში ფილმი Rogue One, რომელიც აგრეთვე ჩემი აზრით ძალიან კარგი ფილმია, ასევე კი, უბრალოდ ჩემი იმაში, ანუ ანდორმა სრულად გადაფარა, იმიტომ მაგრამ ეს ანდორი არის პრიკველი, პირდაპირ პრიკველი ამ Rogue One-ის. Rogue One არის პირდაპირ პრიკველი ასე ვთქვათ მეოთხე ეპიზოდის პირველი ტრილოგიის. ანუ ანდორი ქრონოლოგიურად ხდება ანდორის სერიალი ეს ორი სეზონი, მოყვება ამას Rogue One-ის ფილმი და ეს ფილმი როგორც კი თავდება, იწყება ქრონოლოგიურად იწყება პირველი ტრილოგია. და კი, ეს ანდორი არის პირველი სეზონი, ორი სეზონია სულ, 12 ეპიზოდი, მეტი არ იქნება, იმიტომ ეს ისტორია, კი ბატონო. აქ ვიცავთ არ დავასპოილეროთ, მაგრამ პირველი სეზონია რეალურად heist movie. ხო, ანუ ერთწოდებული რაღაცა ძარცვის შესახებ ფილმი, იცით რომ ჟანრია. კი ბატონო, და ნუ მეორე არის ანუ კლასიკური პოლიტიკური ტრილერი. კი. პირველში არის ეს ელემენტები, მაგრამ მეორეში განსაკუთრებით. აი, კი სწორი თქვა, სანდრო, აი House of Cards მაგალითად ბანკოს სახლს რო გაუტოლდება, ეგეთი პოლიტიკური ტრილერი არის, უბრალოდ სამყაროა რა, ისტორია, მართლა არავით არის იქ მაგიაა და არაფერი სხვა ზედმეტი, რომელიც შეიძლება თვალში ცუდად მოგვხვდეს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ერთი თქვი რომ ანდორი, რომელიც აი მართლა ჟანრულად ძალიან საინტერესოა და მართლა ნებისმიერ ადამიანს გაიძება, Rogue One-იც რა, ამაში აი მარგალიტი Disney-ის ხელში როცა ჩვენ პირველი ტრილოგიის პირველ ეპიზოდი ნახეთ, ხელი ჩავიქნიეთ, რომ აქ არაფერი კაი არ გამოვა. რაკნა, აიღო Disney-მ ტაიმლაინი, კიდევ ერთხელ გამოვერდება Marvel-ის სტილში და შეავსოთ ან ამ ტაიმლაინში დაიწყო შევსება წვეტების, ხო? რაღაცა, იმიტომ რომ წვეტები არსებობს პირველ ან პრიკველის ტრილოგია, ეგრეთ წოდებული მეორე ტრილოგია, პირველი, მეორე და მესამე ეპიზოდს და მაგალითად მეოთხე შორის წვეტა იყო. აი ის მაგრამ ჩვენ წეხან აღწერე პოლიტიკურად, რომ აი ამ სისტემაში ძალაუფლების კონსოლიდაციის მომენტი დაკარგულია, ხო? იქ ის მთავრდება იქ სადაც ძალაუფლებას ხელში იგდებს როგორც იმპერატორი
და შემდეგ უკვე მეოთხე ეპიზოდიდან იქ შემდგარი ფაქტია იქ უკვე ისეთ ჩამოყალიბებული ბოროტების იმპერია. მართლა შუაში ბევრი ამბავი შეიძლება მოხდეს. ნაკლებად კარგი რაღაცები გამოვიდათ, მაგალითად Han Solo-ს თავგადასავალი, Han Solo ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის, ვინც მოყვარულია და ვიყურებს იცის, საკმაოდ სუსტი ფილმი გამოვიდა. იყო იქ რაღაცა Mandalorian-იც, იყო იქ Boba Fett-ის ამბავი, ანუ აი ამ დაქირავებული ჯარისკაცების ამბავი, Boba Fett-ი ვერ გამოდიგა ისე Mandalorian, მაგრამ რაღაც თელობა იყო, რაღაც საბავშვო სატელევიზიო ტიპის სერიალი გამოსულიყო, მაგრამ ხო, მეც დაგეთანხმები და გამოვყოფდი, რომ ნებისმიერი აუდიტორიისთვის, ყველას ვისაც უნდა რომ ეს სამყარო კარგად დაინახოს, თუ ვითხოვ Disney-მ რამე კაი გააკეთა Andor-ით და Rogue One-ით. და აგრეთვე საინტერესო ამბავი გააკეთა კიდე ის, რომ აი ამ შუალედებში რა, ამ წყვეტის იმეებში თავარი პერსონაჟები, რომლებიც პირველ ორ ტრილოგიაში და პირველ ორ ტრილოგიაში ყალიბდება თავარი პერსონაჟები რეალურად, მათი ისტორიები ცალკე რაღაც მინი სერიალებად დადეს და რა ვიცი ხა Obi-Wan Kenobi-ის ისტორია მართლა ძალიან კარგი არის. და ამ შემდეგ. შედეგად რას მე ბოლო პერიოდში, ოღონდ ხო ბოლო პერიოდში ნახეთ რომ სირთულეები იყო. ძიმე სირთულეები იყო, თქვათ აი ამ სამყაროს ცდილობა შენ ახსენე ძალიან საინტერესო სამყარო არის, მაგალითად ეს High Republic რა, უმაღლესი რესპუბლიკა, ეს რაღაც ერთგვარი მითოლოგიურ ანტიკური ხანა, სადაც ყველაფერი კარგად არის, რომელიც ძირითადად წიგნებიდან წამოვიდა და ძალიან მაგარი თამაშიდან, მათ შორის Electronic Arts-ის Jedi ქვია ხო იმ თამაშს. პირველი სეზონი მართლა, სადაც გამოჩნდა პირველად აი ეს რაღაც აქტიურად ეგ სამყარო და ცდილობა ჰქონდათ რომ ხალხს გადავესროლეთ Disney-ის ამ სამყაროს და აი მანდ გაჭედა. რა არის ლიმიტი შენი აზრით ამ სამყაროსი და გვაჩვენა თუ არა აკოლაიტმა, ერთ-ერთმა ბოლო სერიალმა ეგ ლიმიტი. არა მგონია, ანუ მე ნამდვილად წააწყდა ამ პრობლემას, თუმცა ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც რაღაც უნიკალური იყო Star Wars-ისთვის, მთელი სამყაროს პრობლემა. კი ბატონო, ჰოლივუდის ზოგადად ანუ ეს ვოუკიზმის, ხო? ანუ რაც რამაც არა მგონია რომ რამე ლიმიტი აჩვენა, მე მგონია რომ იმდენად უკიდეგანოა ეს სამყარო, რომ აქ ნიჭიერი და ანუ ასე ვთქვათ, საინტერესო კინემატოგრაფისტების და დრამატურგების ხელში კიდევ ძალიან შეიძლება გაფართოვდეს და ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ვნახოთ და გავიგოთ. კონკრეტულად აკოლაიტი ჩემთვისაც ძალიან ტკივნეული საყურებელი იყო და რთული საყურებელი იყო. მაგრამ ნუ ხო ეს არ იყო რაღაც ან მოსალოდნელიც იყო იქიდან გამომდინარე, სადაც მიდიოდა პროცესი. მიდიოდა მთელი ჰოლივუდი და დღევანდელი სამყარო, ხო და ანუ აქ თავარი ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ სამომავლო პროექტები ხო დარჩნენ მართალი ამ Star Wars. ანუ ჩემთვის ამ პრობლემა თავად ამ ვოუკიზმის და ჰოლივუდში ამ ყველაფრის არის ის, რომ რაღაცების ხელოვნურად ჩაკვეხება ხდება ისტორიაში საერთოდ არ არის. ხო. და ნუ რაღაც თითიდან გამოწვევა ხდება ამ ყველაფრის. თან უნდათ რომ რაღაცა შეინარჩუნონ ეს ასე ვთქვათ ერთი ნაწილი, თან რაღაცა არაბუნებრივი ათამაშონ შიგნით რაღაც ბუნებრივი და არ გამართლა. არ გამართლა ამან, ბუნებრივი არ გამართლა, ეს აკოლაიტი ასე ვთქვათ მისი გაგრძელება არ მოყოლია. თუმცა არსებობს დღესაც ახლა Disney-ს აქ გეგმაში რამდენად განხორციელდება ეს მეტრო ეს როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე რომ ფილმები დაგეგმილია, ეს მილიონი რაღაც შეიძლება შეიცვალოს პროცესში და გაუქმდეს და ახალი შეიქმნას. თუმცა აქ Disney-ის დაგეგმილი რამდენიმე ცალკე მდგომი ფილმი, რომელიც აი ამ სხვადასხვა ერაში არის. მათ შორის High Republic-ი ძალიან აქტიურად შემოდის. კი ბატონო, High Republic-ის პერიოდში, ანუ წარსულში წასვლა არის ეხლა გამოდის ახსენე Mandalorian-ის ფილმი ვერსია გამოდის სულ რაღაც რამდენიმე თვეში Mandalorian და Grogu. ეს არის ქრონოლოგიურად ასე ვთქვათ იმპერიის დაცემის შემდეგი პერიოდი და ასევე გამოდის Starfighter-ი, Ryan Gosling-ი თამაშობს მაგ ფილმში, ცოტა მოგვიანებით ეგ ფილმიც გამოვა. ეგ უკვე თუ არ ვცდები არის პირველი ორდენის, რომელიც ბოლო ტრილოგიაში ფიგურირებს, მისი დაცემის შემდეგ და
აი ამ რაღაც პერიოდში. თუმცა ასევე არის რაღაც სხვა ფილმები ჩაფიქრებული, ახალი ჯედაის ორდენის შექმნა, რომელიც მიბმულია ბოლო ტრილოგიის პერსონაჟ რეის სახელთან და ასე ვთქვათ, რაღაცა კიდე ერთი ფანჯრის გაჭრა შეიძლება მომავალ ტრილოგიაში. ხო, ორი სიტყვა მაგაზე აუცილებლად თუ რამე საწინააღმდეგო რო არ შეგონოს რომ გვაქვს უბრალოდ ვოუკიზმა და აი ამ ტენდენციამ ჰოლივუდში, ხო, ამ სამყაროს უბრალოდ რაღაცა ხო უნდა ითქვას პირდაპირ ყველანაირი მიზოგინიისგან დაცლილად, რომ ხო, როგორც მარველის სამყაროში, ზოგადად კომიქსების ფანებში ისე აგაც რაღაცა ხო, კაცები ბევრად უფრო მეტი იყვნენ, ვინც ფანები იყვნენ. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი გოგო იყო, ვინც ამ სამყაროში უნდა შემოიყვანა და დაინტერესებინათ, მაგრამ ხო, რაღაცა ოვერდოზი მოხდა ბოლო დროს და ამან გამოიწვია ის, რომ ხო, დაკარგეს ტრადიციული მაყურებელი მაგალითად, რომელსაც უბრალოდ აღარ მოწონდა ეს ამ სამყაროს ეს განვითარებები. მე მგონი ახლა რაღაცა მწყობში დგება, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ასოცირებული იყო აი ამ რაღაცა დისნეის ამ მიმართულებით სულაზე მენეჯმენტი შეიცვალა, ჩანაცვლა, ამიტომ დიდი შანსია რომ იქ რაღაცები ჩადგეს კლასიკურ კალაპოტში და ნუ კლასიკურ კალაპოტი ამ ყველაფერს უხდება, იმიტომ რომ რამდენიც ხო დევიაცია ხდება, იმდენი არ გამოდის კარგი ამბავი. იცი რა არის, ანუ ერთ რაღაცას დავამატებ აქ რა, ანუ აბსოლუტურად გეთანხმები ყველა სიტუაციაში, ანუ არ არის არაფერი იმაზე, რომ ანუ ანტი-ვოუკური რაღაცა. ყველაფერი როგორც ყველაფერი, ანუ ძალიან ბევრ სწორ იდეაზეა დაფუძნებული, მაგრამ ყველაფერში ასე ვთქვათ გადამლაშება არაფერს არ უხდება. მაგრამ ეგ მინდოდა მეთქვა რომ ანუ მანდაც არის განსხვავება ანუ აი აკოლაიტის და თუნდაც ანდორის, იმიტომ რომ ანდორშიც არის ის ელემენტები ხო თანამედროვე რაც მაგრამ გაზავებულად, იმიტომ რომ ამაზე არ არის ეს ფილმი. ისე ძალიან რა ქვია ნორმალურად ნახსენები ანუ ჩვეულებრივი ურთიერთობები ადამიანებს შორის და რაღაც ეგეთი ელემენტები არის, რაც თქვა შეიძლება 21 წლის მაყურებლის მიუღებელი ყოფილიყო, დღეს ჩვენ სამყაროში მისაღებია და აბსოლუტურად ნორმალურია. მაგრამ ეს არ არის მთავარი ანუ ამის საჩვენება გადაღებულა სერიალი. ამის გარშემო არ უნდა და აკოლაიტი ისეთ სტაბეტილო რჩება, რომ აი ამის გასაკეთებლად არის გადაღებული სერიალი. რომ ყველა კლიშე მაგაზია. კი. აქვს თუ არა შენი აზრით მომავალი ისევ მეოთხე ტრილოგიას, რას ფიქრობ? იქნება მეოთხე ტრილოგია? შენი პროგნოზი? არა მგონია რომ ანუ მოდი ესე ვიტყვი დისნეიმ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს ანუ ფულის მანქანა ჩემთვის ისტორია შეკრულია ანუ კი არის საგა შეიკრა რეალურად შეგვეძლო დაგვემთავრებინა დარტ ვეიდერის ტრაგედიითაც ცალსახად იმიტომ რომ ვახსენეთ რომ დაუსრულებელი ბრძოლაა სიკეთის სპორტების შორის. ამიტომ შესაბამისად ამ დაუსრულებელ ბრძოლაზე მუდმივად შეიძლება დააშენა. და ეს სამყარო იარსებებს, ეს სამყარო გაფართოვდება, აქ იქნება ახალი ფილმები, ცალკე მდგომი მოთხოვნა არის კარგება. რა თქმა უნდა და ნუ სამწუხაროდ საბედნიეროდ არ კინემატოგრაფი დღეს ამ იმაში გადავიდა, რომ ანუ ფრენჩაიზების და კინოსტუდიები აღარდებენ ფულს ორიგინალ პროექტებში, იმიტომ რომ ნუ რაღაც იქ არის built-in audience, რაღაცა იცი რომ ეს ფულს დაწერს, რაც არ უნდა. გათულადია იყო, კი ბატონო. ეს კაპიტალიზმის ბნელ მხარეზე რო ვისაუბროთ, მაგრამ ნუ რაც არის ეგ. მაგრამ არ ამგონია რა, ეს Skywalker-ის საგა შეკრულია. ჩემთვის როგორც ანუ ერთი თქვათ რიგითი ვარსკვლავების ომის გულშემატკივრის და მოყვარულის აზრი რო თქვა, ჩემთვის უფრო საინტერესოა ჯერჯერობით რასაც ვხედავ რომ ანუ აი ეს დამოუკიდებელი პროექტები უბრალოდ ამ სამყაროში როგორ ავსებს ამ სამყაროში კი ამ სამყაროში კონკრეტული ადამიანების, პლანეტების, რაღაც თემების, დროის კვლევა და ჩვენება მე მგონი სავსებით საკმარისი აღარ არის ეს ეპიკურობის საჭიროება ჩემი აზრით. სიკეთის და ბრძოლის ბოროტების ბრძოლა დაუსრულებელი თემა არის, ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. ერთ-ერთი კომენტარი იყო წინა ეპიზოდზე, რომელიც ამბობდა, რომ სადაც იკითხეს, რომ შემდეგს რას ველოდოთ და თქვი რომ ვარსკვლავები ერთი ეპიზოდი მაგაზე არ გეყოფათ, მაგრამ კაი ჯანდაბას თქვენი თავი ესე გითხრეს, აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდით, ვინც ეს დაწერეთ. რა თქმა უნდა, ერთი ეპიზოდი ამ ყველაფერს არ ეყოფოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამყარო, როგორც ერთი ეპიზოდი არ ეყოფოდა მაგალითად ბეჭდების ბრძანებელს ან ნებისმიერ სხვა მომავალ საგას, რომელზეც ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ ძალიან ისეთ რაღაცა კომპაქტურად, მაინც გველაპარაკა ერთის მხრივ ამბავზე, ისტორიაზე, რა ფენომენია ვარსკვლავური ომები, გველაპარაკა აი ამ რაღაცა
ტექნიკურად იმაზე რეებისგან შედგება, რა კომპონენტებისგან შედგება და აგრეთვე გველაპარაკა იმ შინაარსზე, რაც არის, ხო, რაღაცა თავარ ეპიკურ ფაბულაზე, როგორც სანდრომ სწორად უწოდა, ჰეროიკულ ფაბულაზე და იმ სამყაროზე და ძალაუფლების მოდელზე, რომელიც ამ სამყაროში ვითარდება. იმედი მაქვს, რომ ამოვწურეთ რაღაცა თემები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დარჩა და უკმაყოფილების განცდა ძალიან ბევრს დაგჭირებთ, ამიტომ მოგწერეთ თქვენი შენიშვნები, გავაგრძელოთ დისკუსია კომენტარებში და რატომაც არა მომავალში იმ კონკრეტულ თემებზე, რომელზეც დისკუსია იქნება, კიდევ ერთხელ ჩავღრმავდეთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენი გზამკვლევებისთვის ვარსკვლავური რომის სამყაროში. მადლობა. ამით მე-16 ეპიზოდი დასრულებულია. ჩვენ შევეცადეთ, რომ ვარსკვლავური ომების სამყაროში გაგძღოლოდით და იმედია, რომ ეს გამოგვივიდა. მე-16 ეპიზოდი არის ჩვენი ახალი სერიის ძალაუფლება და პოპ-კულტურა ამ სერიის ნაწილი. პირდებით რომ აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ კომენტარებში ეპიზოდების ქვეშ აუცილებლად მოიწერეთ მომავალში რაზე ვილაპარაკოთ. გავაგრძელებთ აი ამ სერიას, მაგრამ ამავდროულად გავაგრძელებთ ლაპარაკს ჩვენს დერეფანში იმ ყოველდღიურობაზე, იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ გვაქვს სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, საზოგადოებრივად, კულტურულად. მოკლედ დერეფანი აგრძელებს აი ამ თავის რაღაცა ფართო სპექტრში მოღვაწეობას. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენი გამომწერები ხართ. დაალაიქეთ, ზარისღილას დააჭირეთ და იყავით ჩვენი ჩაერთეთ ჩვენ დისკუსიებში. მე-16 ეპიზოდს ამით ვასრულებთ. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას. ნახვამდის.